პრიორიტეტული სფეროები, რეალობა და მოლოდინები, მოსაზრებები, შეფასებები, საინტერესო სტუმრები. ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 16 საათსა და 10 წუთზე. გადაცემაში კონტაქტი. ცისანა ჩხეიძესა და ინგა მებონიასთან ერთად. მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, სტუდიაში ჟურნალისტი ინგა მებონია მუშაობს, სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძეა. დღეს 28 დეკემბერია, ორშაბათი. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩაერთო ჟან მონეს პროგრამაში. პროგრამას ევროკომისია აფინანსებს, იგი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში წლებია ხორციელდება და მისი მიზანი ევროკავშირის ღირებულებებისა და ფასეულობების პოპულარიზაციაა. პროგრამა ითვალისწინებს ჟან მონეს კათედრების, ცენტრების, მოდულების შექმნას, ასევე საინფორმაციო და კვლევით ღონისძიებებს, პროფესორთა და მკვლევართა აკადემიური ასოციაციების შექმნას. აღსანიშნავია, რომ ჟან მონეს კათედრა ბათუმის უნივერსიტეტშიც გაიხსნა და კონტაქტის სტუმარია ამ კათედრის ხელმძღვანელი ბესეუს ასოცირებული პროფესორი სამართლის დოქტორი მალხაზ ნაკაშიძე და მასთან ერთად ვისაუბრებთ უნივერსიტეტისთვის ამ პროგრამის მნიშვნელობაზე. მოგვიანებით ტელეფონით შემოგვიერთდება ჟან მონეს პროგრამის ერთ-ერთი მონაწილე ბესეუს იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საჯარო სამართლის პირველი კურსის მაგისტრი ნინო ლომაია. ეთერშია გადაცემა კონტაქტი. ბატონო მალხაზ, მოგესალმებით და დიდი მადლობა, რომ მონაწილეობთ დღევანდელ გადაცემაში. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში დამდეგშობა ახალ წელს გილოცავთ, გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და ღმერთმა ქნას, რომ 2021 წელი გაცილებით უკეთესი წელი იყოს ვიდრე 2020 და ყველა ეს პრობლემა, რაც ამ წლის განმავლობაში მთელ ქვეყანას თითოეულ ჩვენგანს ჰქონდა, მასთან წაიღოს. დიდი მადლობა თქვენც ასევე გილოცავთ და იმედი მაქვს მალე დამთავრდება ეს პანდემია და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდებით, წარმატებებს გისურვებთ. ანუ მალხაზ, როგორც უკვე დავაანონსეთ, ჩვენ ვსაუბრობთ დღეს ჟან მონეს პროგრამაზე, რომელშიც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩაერთო და მოკლე ინფორმაცია მინდა მივაწოდო ჩვენს მსმენელებს, ვინც არ იცის ან ვისაც არ ახსოვს, ჟან მონე იყო ფრანგის სახელმწიფო მოღვაწე, ევროკავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი და სწორედ მას მიანიჭეს ევროპის პირველი საპატიო მოქალაქის წოდება. და რაც შეეხება ამ პროგრამას, ის მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში უკვე წლებია ხორციელდება და საიუბილეო თარიღიც აღნიშნეს ამ პროგრამის მონაწილეებმა 30 წელი. თუმცა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველად შეუერთდა ამ პროგრამას. რითი იყო ეს განპირობებული, რომ ასე ცოტა მაინც დაგვიანდა ეს სიტუაცია, იმიტომ რომ ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტს საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს სხვადასხვა პროგრამაში ჩართულობისა და მონაწილეობის. დიდი მადლობა მოწვევისთვის პირველ რიგში და ასევე იმ ინფორმაციისთვის, რომელიც უკვე მივაწოდეთ მსმენელებს ჟან მონეს პროგრამის შესახებ. მე მართლაც მოხარული ვარ, რომ მოხდა ისე, რომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩაერთო ამ პროგრამაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პირველ რიგში უნივერსიტეტისთვის და როგორც თქვენ აღნიშნეთ, ეს პროგრამა უკვე 30 წელი არსებობს, თუმცა ზოგადად რა თქმა უნდა საქართველოს გაცილებით გვიან შეუერთდა თქვათ ბევრი ისეთი ინიციატივას, რომელიც ევროკავშირთან და არის დაკავშირებული განათლების და განათლების სფეროში თუ მეცნიერების სფეროში და შესაბამისად რაღაც ეტაპების გავლა უხდება ყოველ უნივერსიტეტს, რომ დააკმაყოფილოს გარკვეული მოთხოვნები და შეუერთდეს ესეთ მნიშვნელოვანი ინიციატივებს, როგორც არის აი ამ შემთხვევაში მაგალითად ჟან მონეს პროგრამა და სწორედ წელს ამ შემთხვევაში ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტმა მიიღო ასე ვთქვათ, გაიმარჯვა ამ პროგრამაში, რომელიც კონკრეტულად ეხება ჟან მონეს კათედრის შექმნას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. თქვენ როგორც ახსენეთ, არსებობს ასევე სხვადასხვა მიმართულებით ეს პროექტები, არის როგორც მოდულების შექმნა, ცალკეული სასწავლო მოდულების ევროკავშირის შესახებ ვასწავლოთ სტუდენტებს სხვადასხვა კურსები, ასევე არსებობს ცენტრები, სპეციალური ცენტრები ევროკავშირის შესახებ და სხვადასხვა კომპონენტები, მაგრამ ამ შემთხვევაში ჟან მონეს კათედრა არის უფრო
ისეთი ინიციატივა, რომელიც დაკავშირებული არის კონკრეტულ დარგში, ამ შემთხვევაში სამართალში შეიძლება იყოს ან ადამიანის უფლებების სფეროში, კონკრეტული პროფესორის კვალიფიკაციასთან და მის ინიციატივასთან, როდესაც თუ ის სასწავლო ახალი კურსების შექმნას, ასევე დაკავშირებული იყოს იმ კვლევებთან, რომელსაც ის ახორციელებს ამ სფეროში და შესაბამისად ეს სასწავლო ჟან მონეს კათედრის შექმნა ამ შემთხვევაში მე მინდოდა რომ ის საქმიანობა რომელსაც წლების განმავლობაში ვაკეთებდი თქვა იგივე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში რაღაც სხვა მიმართულება მიგვეცა ამისთვის და ვინაიდან საქართველოსთვის არის ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი ევროკავშირის მიმართულებით კვლევების განხორციელება და სწავლება მოგეხსენებათ საქართველოს არის აქვს ასოცირების შეთანხმება ევროკავშირთან ჩვენ არაერთ პროგრამას ახორციელებს საქართველოს მთავრობა და ხელისუფლება ასევე ჩართული არის ამ პროცესში სხვადასხვა ორგანიზაციები ევროკავშირთან დაახლოების კუთხით და ამ შემთხვევაში ჩვენი მიზანი იყო რომ ყურადღება გაგვემახვილებინა უფრო ისეთ საკითხებზე რომელიც სწორედ ასოცირების შეთანხმებით გვაქვს ჩვენ ვალდებულება აღებული რომ აი ეს ამ მიმართულებით პროგრესი განიცადოს საქართველოს მაგალითად ეს არის ამ შემთხვევაში დემოკრატია დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა ადამიანის უფლების დაცვა, კანონის უზენაესობა, მართლმსაჯულების საკითხები და მოგეხსენებათ ეს საკითხები რამდენად აქტუალურია საქართველოსთვის. ეს თემები რა თქმა უნდა ისწავლებოდა სხვა კურსების ფარგლებშიც, თუმცა აი ამ შემთხვევაში ჩვენი ამ კათედრის პროექტის წარდგენის მიზანი იყო, რომ უფრო კონკრეტულად, უფრო დეტალურად შეგვესწავლა ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება და შემდეგ სტუდენტებს ჰქონოდათ უფრო მეტი ცოდნა ამ სფეროში, ასევე გაგვეგზელებინა გარკვეული კვლევების განხორციელება კანონის უზენაესობის ადამიანის უფლებების თუ აი ამ საკითხების მიმართ, რაც საქართველოს უკავშირდება და სწორედ ამიტომ ამ პროექტის ფარგლებში შეთავაზებული იქნა ისეთი სრულიად ახალი სასწავლო კურსები, მაგალითად როგორიც არის ევროპის კავშირის კონსტიტუციური სამართალი, რომელიც აქამდე არ ისწავლებოდა და მე ვფიქრობ საქართველოშიც უნიკალური ალბათ ეს, იმიტომ რომ ასე ცალკე კურსი არ ისწავლება ევროკავშირის მოწყობის შესახებ სამართლის კუთხით. მეორე ეს არის კურსი ახალი, რომელიც გულისხმობს ადამიანის უფლებების დაცვა ევროპის კავშირში. ეს ორი კურსი არის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის, ხოლო მესამე კურსი ახალი არის მაგისტრატურის სტუდენტებისთვის და ამ კურსს ქვია დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ევროპეიზაცია. ანუ ჩვენ პირდაპირ აქცენტი გავაკეთეთ იმ საკითხებზე, თუ რა საკითხები უწყობს ხელს საქართველოს უფრო დაახლოებას ევროკავშირთან და ამ შემთხვევაში სწორედ დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის გამოწვევები აქვს საქართველოს და ამ სასწავლო კურსის ფარგლებში სწორედ ეს საკითხები იქნება ყურადღება გამახვილებული იქნება ამ საკითხებში. ბატონო მალღაზი, ეს საკითხები უნივერსიტეტში არის სწავლებოდა თუ იმ ფორმით არის სწავლებოდა, რითაც თქვენ მსმენელებს ახლა სთავაზობთ? დიახ, ეს საკითხები, როგორც გითხარით, ცალკეული საკითხები ისწავლებოდა, რა თქმა უნდა, სხვა სასწავლო კურსების ფარგლებში, მაგრამ ასეთი გაღრმავებული და ასეთი დეტალურად, კონკრეტულად ევროკავშირთან ურთიერთობის კუთხით, სადაც არის ყურადღება გამახვილებული, აქამდე არ გქონდა მაგალითად არც ევროპის კავშირის კონსტიტუციური სამართლის, არც ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით და ეს მაგისტრატურის კურსიც არის სრულიად ახალი და ამიტომ ვფიქრობ, რომ სტუდენტებისთვის ეს საინტერესოა და მნიშვნელოვანია მათთვის. თქვენ როდესაც კათედრის შექმნაზე საუბრობდით, მაშინ თქვით, რომ გარკვეული კრიტერიუმები დააკმაყოფილეთ იმისთვის, რომ ბათუმის უნივერსიტეტს მიიღო ნება ამ კათედრის გახსნაზე. აი, შერჩევის რა კრიტერიუმი აქვთ ხოლმე იმისთვის, რომ ამა თუ იმ უმაღლეს სასწავლებელში ფუნქციონირებდეს ჟან მონეს კათედრა? დიახ, აქ სხვადასხვა, რა თქმა უნდა, არსებობს მოთხოვნები, რაც საკმაოდ მაღალია ამ პროექტში, რომ მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტმა. ამ შემთხვევაში განაცხადს აკეთებს უნივერსიტეტი და ეს პროექტი შეიძლება იყოს სხვადასხვა მოდული, ან ცენტრი შეიქმნას, ან კათედრა, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში განცხადებელი არის უნივერსიტეტი, მაგრამ ჟან მონეს კათედრა შეიძლება შეიქმნას იმ შემთხვევაში, თუ მას ყავს ისეთი აკადემიური პერსონალი, რომელიც აი სწორედ აკმაყოფილებს იმ მაღალ მოთხოვნებს, რასაც ევროკავშირი უყენებს ამ პროგრამის მონაწილეობისათვის და რა არის ეს მოთხოვნები? ეს არის ის, რომ ეს პროფესორი ამ პროფესორს უნდა ჰქონდეს სათანადო კვალიფიკაცია, უნდა ჰქონდეს გამოცდილება და ასევე გამოცდილება სწავლებისა ამ დარგში, ამ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, ასევე უნდა ჰქონდეს პუბლიკაციები, რომელიც საერთაშორისო დონეზე იქნება აღიარებული და ცნობილი, გამოქვეყნებული ცნობილი ჟურნალებში თუ სხვა სფეროში.
და ასევე ის აქტივობები, რომელიც ამ პროფესორთან იქნება დაკავშირებული, მაგალითად საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობა, საგრანტო პროექტებში მონაწილეობა, განსაკუთრებით უცხოურ ორგანიზაციებთან, ან უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობის გამოცდილება და ეს ძირითადად ეს კრიტერიუმები არის, რომლის მიხედვითაც საბოლოოდ კომისია აფასებს კონკრეტული კანდიდატის მონაცემებს და ჩათვლის საჭიროდ, რომ მაგალითად შეესაბამება თუ არა ეს კონკრეტული ადამიანი აქვს თუ არა მას ეს კვალიფიკაცია, რომ ასწავლოს ეს კურსები და ასევე განახორციელოს კვლევა ამ საკითხებში, რომელიც საერთაშორისო დონის იქნება და არა მხოლოდ საქართველოში იქნება ხელმისაწვდომი და შესაბამისად კონკურენცია არის ძალიან მაღალი, მაგალითად წელს ზოგადად ჟანმონეს პროექტების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი კონკურსი იყო. დაახლოებით 1500-მდე განაცხადი იყო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ყველა კონტინენტიდან მონაწილეობს პროფესორები და უნივერსიტეტები და დაახლოებით 350 განაცხადი იქნა დაკმაყოფილებული. აქედან გამომდინარე მოგეხსენებათ, რომ ჩვენ საკმაოდ მაღალ კონკურენციაში მოგვიწია შესვლა, არა მხოლოდ საქართველოდანაც მონაწილეობდნენ, რა თქმა უნდა, ქართველ მეცნიერებს და ქართულ აკადემიურ პერსონალს გვიხდება შევიდეთ კონკურენციაში საკმაოდ განვითარებულ და მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესორებთან და უნივერსიტეტებთან ყველა კონტინენტიდან, ამიტომ ასეთ კონკურენციაში გამარჯვება ფიქრობ არის ძალიან მნიშვნელოვანი, მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ კონკურენციაში ერთ-ერთი მონაწილე ბათუმის უნივერსიტეტიც არის ამ შემთხვევაში მეც როგორც აკადემიური პირი საქართველოში წელს 24 პროექტი დაფინანსდა. არა, უკაცრავად 24 პროექტი საერთოდ არის დაფინანსებული 2015 წლის შემდეგ, მაგრამ წელს 9 პროექტი დაფინანსდა საქართველოში და აქედან 2 ჟანმონეს კათედრა არის, ერთი კათედრა მიეკუთვნა ამ შემთხვევაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, თესეუს სამართლის ფაკულტეტზე და ერთი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გაიმარჯვა. ეს ასევე პირველი შემთხვევაა, როდესაც რეგიონის უნივერსიტეტმა მიიღო ჟანმონეს კათედრა, გაიმარჯვა ამ კონკურსში და მე ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვანი არის ზოგადად, რომ რეგიონში მოქმედ უნივერსიტეტებს გააჩნდეთ ასეთი პროგრამა, რაც დიდი შესაძლებლობაა როგორც სტუდენტებისთვის, ასევე უნივერსიტეტისთვის, პროფესორებისთვის. ბატონო მალხაზ, თქვენ აღნიშნეთ ის საკითხები, რა საკითხებზე ძირითადად იქნება გამახვილებული ყურადღება ამ პროგრამის ფარგლებში, ეს არის დემოკრატია, თანასწორობა, ტოლერანტობა, კანონის უზენაესობა და ასე შემდეგ. თუმცა ჟანმონეს პროგრამას მეორე მიმართულებაც აქვს, სასწავლო მიმართულების გარდა, ეს არის კვლევები და ამ კუთხით რა გაქვთ დაგეგმილი? დიახ, მართალს ბრძანებთ თქვენ, რომ რამდენიმე კომპონენტისგან შედგება ეს პროგრამა. ამ პროგრამის მიზანია, რომ სარგებელი მიიღოს ბევრმა სხვადასხვა მონაწილემ უნივერსიტეტში, როგორც სტუდენტებმა, ასევე პროფესორებმა და ასევე იმ ორგანიზაციებმა ან პირებმა, რომლებიც დაკავშირებული არიან უნივერსიტეტთან. და პირველ რიგში ორი მოთხოვნა არის ამ შემთხვევაში ჟანმონეს პროფესორისთვის, რომ ერთი მან უნდა ასწავლოს ეს კურსები და მეორე უნდა განახორციელოს კვლევა, ვინაიდან მოგეხსენებათ, რომ კვლევა და სწავლება ერთმანეთის გარეშე არ არსებობს და უნივერსიტეტის ყველაზე დიდი მოთხოვნა, რაც უნივერსიტეტს წაეყენება, არის სწორედ რომ ეს პროცესები ერთმანეთთან იყოს დაკავშირებული. და კვლევა და ამ შემთხვევაში კვლევა გულისხმობს იმას, რომ აი ის კონკრეტული ის თემატიკა, რაც მე უკვე ვთქვი, ამ საკითხებზე უნდა განხორციელდეს მინიმუმ ერთი კვლევა მაინც ამ პროფესორის მიერ 3 წლის განმავლობაში პუბლიკაცია უნდა გამოქვეყნდეს როგორც ან ეს სტატიის სახით და ერთი წიგნი უნდა გამოიცეს ამ პერიოდის განმავლობაში, ანუ როცა მე ვთქვათ ჩვენ დავასრულებთ ამ პროექტს, უნდა გამოვცეთ ერთი წიგნი, რომელიც შეეხება სწორედ ევროკავშირის საქართველოს ურთიერთობებს. ეს 3 წლიან პერიოდზე საუბრობთ თქვენ? დიახ, 3 წლის განმავლობაში. ანუ ასეთი შედეგით უნდა დასრულდეს კვლევა. დიახ. და რაც შეეხება სტუდენტებს, სტუდენტებისთვის ეს პროგრამა არის არჩევითი. ანუ არ არის სავალდებულო და ყველა სტუდენტი დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას ჩაერთოს თუ არა პროგრამაში. რამდენად დიდი იყო სტუდენტების მხრიდან აქტივობა და სურვილი იმისა, რომ გამხდარიყვნენ ამ პროგრამის მსმენელები? დიახ, ეს კურსი თავიდან მინდა გითხრათ, რომ რადგან წელს ცოტათი დაგვიანდა ჟანმონეს პროექტების შედეგების გამოქვეყნება და სასწავლო პროცესიც მოგეხსენებათ გვიან დაიწყო კოვიდის
აი პანდემიის გამო, ამიტომ ეს კურსის არჩევითი კურსები გამოაცხადეთ ჩვენ და პირველი რაც მინდა ვთქვა, რომ ეს მხოლოდ სამართლის სტუდენტებისთვის არ არის და გათვალისწინებულია და ასევე პროექტი მოითხოვს, რომ რაც შეიძლება მეტი სხვადასხვა მიმართულების სტუდენტებმა მიიღონ ცოდნა ევროკავშირის ღირებულებების და პრინციპების შესახებ და ამიტომ ეს სხვა ფაკულტეტის სტუდენტებისთვისაც არის გათვალისწინებული, თუმცა წელს ჯგუფი შედგა ორი ჯგუფი მაგისტრატურის და ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის და ძირითადად სამართლის სპეციალობის სტუდენტები არიან, თუმცა მომავალი წლიდან ალბათ საშუალება ექნებათ სხვა სპეციალობის სტუდენტებსაც სხვა ფაკულტეტებიდანაც აირჩიონ ეს სასწავლო კურსი და მონაწილეობა მიიღონ ამ სასწავლო კურსებში, მოკლედ, ამიტომ უფრო მრავალფეროვანი ჯგუფი გვექნება, ვფიქრობ მომავალში. ანუ მალხაზ ჩვენ გვაქვს ახლა შესაძლებლობა მოусმინოთ პროექტის ერთ-ერთ მონაწილეს და ახლა სატელეფონო ხაზია BSEO-ს იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საჯარო სამართლის პირველი კურსის მაგისტრი ნინო ლომაია. ნინო, მოგესალმებით და დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ დღევანდელ გადაცემაში. მოგესალმებით ნინო. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს. როგორც ბატონმა მალხაზმა აღნიშნა, ჟან მონეს კათედრა, ეს არის კათედრა, რომელიც დაფინანსებულია ევროკომისიის მიერ და მიზნად ისახავს ევროკავშირის ღირებულებების პოპულარიზაციას, ევროკავშირის შესახებ კვლევებისა და სწავლების განვითარების ხელშეწყობის გზით. ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის და მით უმეტეს კი სამართლის სტუდენტებისთვის, რაც შეიძლება მეტ ინფორმაციას ვფლობდეთ საქართველოს ევროკავშირის საკითხებთან დაკავშირებით და აღნიშნული კათედრის გახსნა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწორედ ითვალისწინებდა სამი ახალი კურსის დანერგვას, მათ შორის როგორც უკვე აღნიშნა სამართლის ბაკალავრის საფეხურის სტუდენტებისთვისაც და საჯარო სამართლის მაგისტრებისთვისაც და სწორედ საჯარო სამართლის კურსი გახლავთ დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ევროპეიზაცია. კურსი როგორც უკვე აღნიშნეთ იყო არჩევითი და პირველ რიგში აი თქვენი არჩევანი რამ განაპირობა, ეგ არის საინტერესო, როგორც ერთ-ერთი მონაწილის და აწონდაწონეთ ალბათ სიტუაცია, ხომ, რამდენად საინტერესო იქნებოდა თქვენთვის, რამდენად მნიშვნელოვანი ინფორმაციის მომცემი იქნებოდა. აი თუ რამ გადაგაწყვეტინათ? კი ბატონო, ვისაუბრებ და უშუალოდ მოგახსენებ თვითონ კურსი რაც მოიცავდა და რაც უმაც გახდა საერთო ჯამში საინტერესო. პირველ რიგში ამ კურსის შესახებ ბატონმა მალხაზმა მცირედი პრეზენტაცია მოგვაწოდა, თუ რას გულისხმობდა, რა საკითხებზე იქნებოდა მსჯელობა და ამით შეძლო რომ დავეინტერესებინეთ, რის შედეგადაც ჩვენ ავირჩიეთ ეს კურსი. საერთო ჯამში კურსი საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა, ძირითადად ყურადღება გამახვილებული იყო ევროკავშირის ღირებულებებზე, პრინციპებზე, კანონის უზენაესობაზე და საინტერესო იყო ასევე გენდერულ საკითხებზე და გენდერულ კოტირებებზე საქართველოსა და ევროკავშირში. ასევე ჩვენ ვისაუბრეთ კანონის უზენაესობაზე კორონავირუსის პანდემიის პირობებში, მოგახსენებათ ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი და აქტუალური პრობლემაა საქართველოში და ვიმსჯელეთ იმ შესაძლო პრობლემებზე და პრობლემების გადაჭრის მექანიზმებზე ამ კურსის ფარგლებში. ანუ საკითხების ჩამონათვალი საკმაოდ მრავალფეროვანია, მაგრამ კონკრეტულად თქვენთვის მაინც რომელი საკითხია გამორჩეულად საინტერესო? ჩემთვის პირადად კანონის უზენაესობა გამორჩეულია პირველ რიგში, იმიტომ რომ მეცნიერებაც გახლავთ საჯარო სამართლის მაგისტრი და თან სამართლისთვის ეს მიმართულება ასე თუ ისე საკმაოდ მნიშვნელოვანია და გარდა ამისა, კანონის უზენაესობა თან კორონავირუსის პერიოდში საკმაოდ პრობლემურია, იმიტომ რომ როგორც ვთქვით, ჩვენ გვაქვს გარკვეული შეზღუდვები, რომლებსაც კანონური გვალვალდებულებს რომ დავიცვათ, თუნდაც გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით და ამ კუთხით როგორი სიტუაცია გვაქვს საქართველოში და როგორც ვიცით, არის დაწესებული სანქციები ამ დარღვევებთან დაკავშირებით და საინტერესო იყო ამ მიდგომებზე და ამ პრობლემებზე საუბარი და ჩემი აზრით, ასე ვთქვათ, ეს ერთ-ერთი საინტერესო კურსი იყო, სალექციო საათი იყო. ასევე მინდა აღვნიშნო ისიც, რომ აღნიშნული კურსი განსხვავდება სხვა სალექციო კურსებისგან, თუნდაც იმით, რომ ეს არ არის რაღაც ერთგვარი მონოტორულ რეჟიმში ჩატარებული ლექცია, სემინარები, საკმაოდ ინტერაქტიულია, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ძირითადად
სალექციო საათები მიმდინარეობს დისკუსიის რეჟიმში და მოგეხსენებათ, რომ დისკუსია ეს არის ერთ-ერთი ის ფორმატი, რომელიც ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, რომ ჩამოაყალიბონ თავიანთი შეხედულებები და დისკუსიის შესაბამისად ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა, რომ რაღაც კონკრეტული სწორი შეხედულებები ჩამოგვიყვალიდეს ამ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით. და როგორ ფიქრობთ, კურსის დასრულების შემდეგ რამდენად შეძლებთ იმ გამოცდილების, იმ ცოდნის პრაქტიკულ რეალობაში, პრაქტიკაში გამოყენებას, რასაც ამ პერიოდის განმავლობაში შეიძენთ? ანუ ზოგადად როდესაც ადამიანები და სტუდენტები გარკვეული ინფორმაციას იღებენ და მით უმეტეს ის საკითხთან დაკავშირებით, როგორიცაა ევროინტეგრაცია და ევროპეიზაცია, ეს საკითხი საქართველოს ასეთ თუ ისე საკმაოდ მწვავეა და თითოეულ სტუდენტს უნდა ქონდეს და არა მარტო სტუდენტს, თითოეულ მოქალაქეს უნდა ქონდეს სწორი შეხედულებები ამ კურსზე. ვფიქრობ, რომ გარდა პროფესიული ნიშნის გამოყენებისა ამ ცოდნას, ასევე მნიშვნელოვანია ჩვენ საზოგადოებაში ჩვენი ცოდნა მივიტანოთ ჩვენს მშობლებთან, ჩვენს ასე ვთქვათ, ის გულმყოფ ადამიანებთან, იმის გამო, რომ ჩამოვუყალიბოთ მათ სწორი შეხედულებები, იმიტომ რომ დღეს არსებობს რაღაც გარკვეული ასე ვთქვათ, სტერეოტიპული დამოკიდებულებები, თუ რატომ შეიძლება იყოს ევროინტეგრაცია ცუდი ან კარგი. აი ეს მინდოდა თქვენთვის მეკითხა, მაგრამ თქვენ დამასწარით, რას ფიქრობენ თქვენი თანატოლები ევროპულ ღირებულებებთან მიმართებაში? აი ამის მოსმენა მინდოდა, მაგრამ თქვენ უკვე გაიცით ამის ჩემს არ დასმულ შეკითხვას პასუხი. ნინო, მაინც რო განავრცოთ, რას ფიქრობენ თქვენი თანატოლები? არა მხოლოდ უნივერსიტეტის სტუდენტები, თქვენ ბევრი მეგობარი გეყოლებათ, ვინც უნივერსიტეტის მიღმა არსებობს და მათი დამოკიდებულება თქვენ ფაქტობრივად კი გააჟღერეთ, რომ ეს სტერეოტიპული დამოკიდებულება არის, მაგრამ როგორ ფიქრობთ, ის პროგრამები, ის პროექტები, რაც ამ მიმართულებით ხორციელდება და არა მხოლოდ ეს პროგრამა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პროგრამა ხორციელდება ევროპულ ღირებულებებზე, როდესაც ხდება აქცენტირება ისეთი ცვლის რამეს თუ კიდევ სხვა დამატებითი რაღაც ღონისძიებებია გასატარებელი იმისთვის, რომ კარგად გაიაზრონ რა დადებითი ან უარყოფითი მხარეები აქვს ევროპასთან ინტეგრაციას. კი ბატონო, ანუ პირველ რიგში მინდა აღვნიშნო ის გარემოება, რომ საქართველოში და ქართველებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლება. არაფორმალური განათლება გულისხმობ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის ევროინტეგრაცია და ევროპული საკითხები. ასიდან გამომდინარე, ჩვენ თუ გვექნება იმის შესაძლებლობა სტუდენტებს, ახალგაზრდებს, რომ რაც შეიძლება სწორი, მოგულისხმობ, მინდა ყურადღება გავამახვილო ამაზე, რომ სწორი ინფორმაცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი. რაც უფრო სწორი ინფორმაცია გვექნება ჩვენ თუ რატომ არის ევროპა და ევროინტეგრაცია კარგი, ასე ანუ მე არ მინდა აქ რადიკალური დამოკიდებულება გამოვხატო, უნდა გქონდეს ორივე კუთხით შეხედულებები, რა შეიძლება დადებითი მხარე გქონდეს ევროინტეგრაციას და რა უარყოფითი შედეგები შეიძლება მოგიტანოს მან. ყველაფერი არის შედარებითი. შესაბამისად, საერთო ჯამში შემიძლია მე გამოვხატო, ასე ვთქვათ, ჩემი დამოკიდებულება ამ კუთხით, რომ ევროპა ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ნათელი და წარმატებული გზა იმისთვის, რომ საქართველო გახდეს რაც შეიძლება მაღალ დონეზე მყოფი სახელმწიფო და საერთაშორისო ასპარეზზე მას ჰქონდეს თავისი დამკვიდრებული ადგილი. შესაბამისად, აღნიშნული კურსი სწორედ ამას ემსახურება, რომ სტუდენტებს მიაწოდოს სწორი ინფორმაცია და შემდგომში ჩვენ რაც შეიძლება მეტ თანატოლებს და არა მარტო თანატოლებს, ჩვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს მივაწოდოთ ეს ინფორმაცია და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგია ჟან-მონეს კათედრის არსებობა და დაარსება ბსეუში და ვფიქრობ, ეს არა მარტო ბსეუში, არამედ სხვა საერთაშორისო და სხვა უნივერსიტეტებშიც უნდა არსებობდეს და საერთოდაც მიმეჩნია, რომ აღნიშნულ კუთხით სამოქალაქო განათლების პედაგოგებიც თუ იმუშავებენ თავიანთ სკოლის ასაკის ბავშვებთან, ძალიან კარგი იქნება, იმიტომ რომ ბავშვობიდან უნდა მოდიოდეს რაღაც გარკვეული გეთანხმებით. ნინო, დიდი მადლობა სატელეფონო ჩართვისთვის, წარმატებებს გისურვებთ და დამდეგშობა ახალ წელს გილოცავთ. მადლობა თქვენს გილოცავთ. რადიო მსმენელებს შევახსენებ, სატელეფონო ხაზზე იყო ბსეუს იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საჯარო სამართლის პირველი კურსის მაგისტრი ნინო ლომაია. ნინო არის ჟან-მონეს პროგრამის ერთ-ერთი მონაწილე.
ბატონო მალხაზ, სხვა მონაწილეებიც ასე ფიქრობენ თუ განსხვავებული მოსაზრებებიც არსებობს, თქვენ ხშირი კომუნიკაცია გაქვთ ახალგაზრდებთან? დიახ, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გვექნება კიდე შესაძლებლობა შემდეგში, ასევე ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ესეც არის, რომ ამ პროექტის, რომ ჩვენ გვინდოდა, რომ სტუდენტები ჩაგვერთო ამ პროექტში და შესაბამისად შემდეგში გათვალისწინებულია ასევე სხვადასხვა ღონისძიებები, ანუ თქვენ ახსენეთ სწავლება და კვლევა, მაგრამ მინიმუმ ერთი სხვა აქტივობა, ასეთი ოფიციალური მოთხოვნა ამ პროექტის, მაგრამ მე ერთის გარდა რამდენიმე სხვა აქტივობები ასევე გავითვალისწინე იმისათვის, რომ სურვილი მქონდა, რომ ჩართულიყვნენ სტუდენტებიც ამ პროცესში. ნინო მახსენა მაგალითად სამოქალაქო განათლების მასწავლებლები, ასევე ჩვენ ვფიქრობთ, რომ რამდენიმე შეხვედრა ასევე გვექნება სკოლებთანაც, იმედია ეს პანდემია დასრულდება, მაგრამ ეხლა სხვა რა რეჟიმშიც ვართ, ალბათ ამ ფორმით მოგვიხდება თუ სხვა თუ უკეთესი იქნება თუ ეს პანდემიის პირობებში პანდემიას დასრულდება 2021 წლიდან და გვექნება შესაძლებლობა, რომ სკოლებშიც გქონდეს ასეთი შეხვედრები მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან, ისინიც იყვნენ ჩართული ამ პროცესში და ასე რომ სტუდენტებიც ასევე მე ვფიქრობ, რომ მე კმაყოფილი ვარ ძალიან ამ მართალია ძალიან სწრაფად მოგვიხდა ყველაფრის ორგანიზება, მაგრამ მე ძალიან კმაყოფილი ვარ იმ ჯგუფით, ორი ჯგუფი, რომელიც შეიკრიბა. ძალიან კარგი სტუდენტები არიან, მომზადებული, მონდომებული და ძალიან ბევრი დისკუსია გვაქვს მოკლედ ამ საკითხებზე და მე ვფიქრობ, რომ რაღაც მიზანს უკვე მივახციეთ ჩვენ და ამ შედეგებს ალბათ მალე შედეგები გამოჩნდება კიდეც გვექნება ასევე ხელშესაღები შედეგი, როცა სტუდენტები კმაყოფილი იქნებიან და მათ ექნებათ მეტი ინფორმაცია ევროკავშირის შესახებ და რა პროცესები მიმდინარეობს თვითონ ევროკავშირში და საქართველოშიც, ხო? ბევრი გამოწვევა ამ კუთხით. ნამდვილად. და იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც უკვე არიან ამ პროგრამის მონაწილენი, რამდენ ხნიანია ეს კურსი? რამდენ ხანს გრძელდება ეს პროგრამა, რითაც თქვენ ხელმძღვანელობთ? დიახ, ეს სასწავლო კურსები ერთი სემესტრის განმავლობაში გრძელდება, ანუ ჩვენ ახლა არის 3 სასწავლო კურსი და აქედან 2 ვთქვათ ამ წინა პირველ სემესტრში იყო და შემდეგ სემესტრში ასევე იქნება მესამე კურსი, რომელიც ადამიანის უფლებებს ეხება. დავიწყებთ ახლა შემდეგი სასწავლო კურსი სემესტრიდან, შესაბამისად ახალი ჯგუფი შეიკრიბება და ექნებათ სტუდენტებს ისე როგორც იგივე ამ ჯგუფიდან, ასევე სხვა სტუდენტებსაც რომ შესაძლებლობა რომ ამ კურსის სწავლებაშიც მიიღონ მონაწილეობა. ანუ არ აქვს არსებითი მნიშვნელობა იმას, რომ ერთი კურსი უკვე გაიარეს, მათ შეუძლიათ მეორე და მესამედაც მიიღონ მონაწილეობა. არის 3 სხვადასხვა სასწავლო კურსი, სხვადასხვა საკითხებს ეხება და შესაბამისად როგორც ერთსა და იმავე სტუდენტს შეუძლია სამივე კურსი მოისმინოს. თავისუფლად შეუძლია ყველა სტუდენტს, ყველა ფაკულტეტიდან აირჩიოს ეს სასწავლო კურსი მომავალ სემესტრში. და რა არის თქვენი მოლოდინი? ჩემი მოლოდინი არის ის, რომ ჩვენ ამ პროექტის მეშვეობით ხელს შეუწყობთ ევროკავშირის საქართველოს შორის ურთიერთობის გაღრმავებას, ცოდნის გავრცელებას, როგორც მიზანი არის ამ პროგრამის, რომ ევროკავშირის ღირებულებების და ფასეულობების პოპულარიზაცია და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ კიდევ უფრო ხელს შეუწყობთ ევროპული ინტეგრაციის მიმართ დამოკიდებულების გაძლიერებას, ისედაც მაღალი მხარდაჭერა აქვს საზოგადოებაში ამ პროცესს, მაგრამ ახალგაზრდებში, სკოლებში, ასევე ვფიქრობ სხვა სივრცეებშიც მნიშვნელოვანია ამ ღირებულებების შესახებ საუბარი, ინფორმაციის გავრცელება და მე იმედი მაქვს, რომ წარმატებული იქნება ეს პროექტი როგორც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის, ისე სხვა ზოგადად საზოგადოებისთვის ჩვენს რეგიონში. და კიდევ სხვა სახის აქტივობებიც ხომ არ არის და საგეგმი ბატონო მალხაზ, იმიტომ რომ ნინო საუბრობდა ახალგაზრდების სტერეოტიპულ აზროვნებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საუბარი გვესმის, ბევრი პროექტი ხორციელდება, მაინც ვერ არის ისე, როგორც უნდა იყოს. იმიტომ რომ ხომ არ შეიძლება ერთი და იგივე მეორდებოდეს უსასრულოდ. როდესაც საუბრობთ ევროპულ ღირებულებებზე, მისი კეთეებზე, ან თუნდაც უარყოფით მხარეებზეც, ხომ ყოველწლიურად ერთი და იმავეს გამეორება ხომ არ იქნება შედეგის მომტანი, ან იქნება რაღაც უფრო რადიკალური, ან რაღაც არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ აი ჩვენს მეხსიერებაში, ჩვენს გონებაში აღიბეჭდოს ის, რაზეც საუბრობთ ხოლმე. დიახ, მართლაც ბევრი რამ კეთდება ამ კუთხით, ბევრი არაერთი ორგანიზაცია მუშაობს, უნივერსიტეტი, ცენტრი და ასე შემდეგ, ბევრი პროგრამა ხორციელდება, მაგრამ მე ვფიქრობ, მაინც საუბარი არის საჭირო სხვადასხვა ჯგუფებთან.
ანუ ეს პროგრამები ალბათ ყველა სფეროს ვერ მოიცავს მაინც. მართალია საქართველოში მოქალაქეებს აქვთ დადებითი დამოკიდებულება ევროკავშირთან დაკავშირებით, მაგრამ აუცილებელია ისეთ სფეროებში და ისეთ კომპონენტის ჩართვა ისეთ ჯგუფებთან, რომელთანაც ნაკლები ხელმისაწვდომობა, ხო, ვთქვათ ამ ინფორმაციის მიმართ. აი მაგალითად მე ვფიქრობ, მე ვგეგმავ, რომ ამ პროექტის ფარგლებში მაგალითად ზემო მაღალმთიან აჭარაში წავიდე. ნუ ეს არ ყოფილა პირდაპირ ასეთი მოთხოვნა, მაგრამ ვფიქრობ ჩემთვის საინტერესოა რომ წავიდე მაღალმთიან აჭარაში სხვადასხვა სოფლებში, მაგალითად სკოლებში შევხვდე იქ მოსწავლეებს, ვისაუბროთ ამ ევროკავშირის შესახებ, მივაწოდოთ მათ ინფორმაცია, გაიმართოს დისკუსია, დებატები და განვიხილოთ მათ შორის ის საკითხებიც, რაც რა გამოწვევებიც აქვს ევროკავშირს. აი მაგალითად ჩვენ ამ სასწავლო კურსის ფარგლებში მე კმაყოფილი ვარ იმით, რომ ჩვენ განვიხილავთ და გვაქვს დებატები ისეთ საკითხებზე, რომელიც ევროკავშირში არის ხო პრობლემები სხვადასხვა. მაგალითად იგივე კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით არსებობს ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც არაერთი პრობლემა, მაგალითად პოლონეთი, უნგრეთი, იცით ალბათ რომ მათ აქვთ გარკვეული დაპირისპირება ევროკავშირთან, ისინი მათ თავიანთ საკითხებს აყენებენ, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს თავიანთ კონსტიტუციური იდენტობის საკითხებს, ტრადიციებს და ასე შემდეგ, ბევრი ისეთი საკითხია, ან დაფინანსების საკითხებს და ასე შემდეგ და ანუ ბევრი გამოწვევა არის ევროკავშირში და ჩვენ ამ საკითხებზეც ვსჯელობთ, ანუ ჩვენ ყავს ჯგუფში სტუდენტები, რომლებიც ამ საკითხებით დაინტერესებული არიან. ანუ ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ იმ საკითხებზე, რა გამოწვევებიც, პრობლემებიც არსებობს და შესაბამისად საბოლოოდ დასკვნა გამოვიტანოთ, რომ ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანება არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიზანი ჩვენი სახელმწიფოსთვის. დიდი მადლობა დღევანდელ გადაცემაში მონაწილეობისთვის, წარმატებებს გისურვებთ. და ვფიქრობ, რომ ამ თემას კიდევ დავუბრუნდებით, მოგვიანებით, იმიტომ რომ როგორც თქვენ აღნიშნეთ, ახალი ჯგუფი შეიკრიბება და უკვე სხვა საკითხებზე გექნებათ საუბარი იმ ახალგაზრდებთან ერთად. წარმატებებს გისურვებთ და ჯანმრთელობას გისურვებთ, რაც ასე მნიშვნელოვანია დღეს. დიდი მადლობა. რადიო მსმენელებს კი შევახსენებ, ჩვენ დღეს საუბრობდით ჟან მონეს პროგრამაზე, რომელშიც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩაერთო და გადაცემის დასაწყისში ვთქვით, რომ ბათუმის უნივერსიტეტში გაიხსნა ჟან მონეს კათედრა. ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ამ კათედრის ხელმძღვანელი, ბსეუს ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი მალხაზ ნაკაშიძე. ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა. მე გემშვიდობებით, ხვალ კონტაქტს ჩემი კოლეგა ცისანა ჩხეიძე გაუძღვება. პრიორიტეტული სფეროები, რეალობა და მოლოდინები, მოსაზრებები, შეფასებები, საინტერესო სტუმრები. ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 16 საათსა და 10 წუთზე. გადაცემაში კონტაქტი. ცისანა ჩხეიძესა და ინგა მებონიასთან ერთად.